უკვე მესამე წელი ატარებს ჩემპიონატს. ყოველ წელს იზრდება პოპულარობა ხალხში. ამიტომ წელს უკვე რეგიონალური შეჯიბრები იყო, სადაც შეირჩა 64 საუკეთესო მოთამაშე. აქ არიან როგორც ქუჩის გალობუცის მოთამაშეები, ასევე პროფესიონალი მოთამაშეები და 64-დან ერთი გამარჯვებული გვეყოლება, ვინც შემდეგ საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობა 300-ას კუნძულზე, სადაც მოუწევს სხვადასხვა ეროვნების გამარჯვებულთან დაიქრობა. მე მეორე ვიღებ მონაწილეობას. ესია სამწუხაროდ ერთ-ერთი გოგო ვარ, რაც გული მწყდება, იმიტომ რომ სხვა გოგოების თუ შემოვერთდებიან ძალიან გამიხარდება. რომ გითხარ მოედანზე მოსაგებად გავდივარ ცოტა ნაკლებად, თუმცა დღეს ისე წავაგე, რომ მივხვდი, რომ მქონდა ნამდვილად ჩანსი, მაგრამ არა უშავს, თავარია კალბურთისგან სიამოვნებას ვიღებ. თამაში იყო ფინალამდე ორი ოვერტაიმი ვითამაშე, ძალიან დაგრული ვიყავი, არ მეგონა თუ ფინალსაც მოვიგებდი, მაგრამ ბოლომდე დავიფარდი და ფინალის მოვიგე და ძალიან ბედნიერი მეორეჯერ მოვიგე სეტზე. ესეთი ტურნირები ძალიან მაგარი არის კალბურთის პოპულარიზაციისთვის, რაც საქართველოს გვიჭირს ძალიან, არ არის პოპულარული სპორტი საქართველოში, ამიტომ ეს ძალიან დიდი საქმე არის. ძალიან საინტერესო თამაშები იყო. ნენელა უფრო ვითარდება ეს ტურნირი, რადგან უფრო პოპულარული ხდება და მეტად ინტერესდებიან ძლიერი მოთამაშეები. წელს ძალიან ბევრი კალბურთელი იყო და მონაწილეობას და გამარჯვებული კვლავ გამოვლინდა ვახტანგ გადარია, რომელმაც შესანიშნავი კალბურთი აჩვენა. ზოგადად ძალიან დაძაბული, კარგი თამაშები იყო გულშემატკივარმა და Red Bulls დიდი მადლობა იმისთვის, რომ ყოველ წელს ასეთ კარგ ღონისძიებას გვთავაზობს.